მიწისძვრისგან დანგრეული ჩილეს მოსანახურებლად სანტიაგოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. მან დაგეგმილი ვრცელი ვიზიტი შეამცირა და სანტიაგოს აეროპორტში პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტთან 1 საათიანი საუბრით შემოიფარგლა. კლინტონის თვითმფრინავმა ჩილეში თან 25 სატელიტური ტელეფონი ჩაიტანა. ეს ამერიკის მხრიდან დახმარების პირველი დემონსტრირება იყო. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რა ტიპის საველე ჰოსპიტალს გავმართავთ ჩილეში. მუშაობთ ავტონომიური დიალიზის მანქანების მომარაგებაზე. ჩვენ მზად ვართ გავგზავნოთ ელექტროგენერატორები, სამედიცინო დახმარება და ვამზადებთ ასევე მოძრავ ხიდებს. კლინტონმა აღნიშნა, რომ ჰაიტის იანვრის მიწისძვრის შემდეგ ჩილემ კუნძულზე დამხმარე რაზმები გაგზავნა. ახლა მისი თქმით, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ჩილეს დასახმარებლად. პრეზიდენტმა ბაჩელეტმა კლინტონსა და ამერიკას მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მდივანმა თავის მხრივ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაზარალებულების დახმარებას. ჩვენ დაზარალებული ადგილების მისაწვდომად ყველაფერს ვაკეთებთ. ვცდილობთ ყველა დაზარალებული კუთხე მოვინახულოთ. მაგრამ ჩილეს მოსახლეობასთან, რომელიც დღეებია უკვე საკვების, სასმელისა და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, დახმარება საკმაოდ სწრაფად ვერ აღწევს. ბევრი ხანდაზმული ადამიანია დაშავებული, ჩვენ სასოწარკვეთილები ვართ შექმნილი მდგომარეობის გამო. არ გვაქვს რძე და საკვები ბავშვებისთვის, წყალი და საკვები კი აუცილებლად გვჭირდება. პრეზიდენტის განცხადებით ჰუმანიტარული დახმარება გზაშია, მაგრამ მთავრობას დიდი ლოჯისტიკური პრობლემების დაძლევა უწევს. ამასობაში ქვეყნის მეთაურმა კატასტროფის ზონაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბრძანა, რადგან მარადიორობასა და კანონდარღვევას ბოლო მოეღოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის ბოლოს მოსაღებად ყველაფერს გააკეთებს. ვისაც ეს არ ესმის, კანონის წინაშე წარსდგება, იმიტომ რომ ამის შეჩერება სხვა გზით არ შეგვიძლია. მთავრობამ კონსეფსიონში ჩილეს სიდიდით მეორე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა, რადგან ძარცვები მომრავლდა. ზოგმა ადგილობრივმა უსაფრთხოების ზომების დაცვა საკუთარ თავზე აიღო და სახლებისა და ბიზნეს საწარმოების დასაცავად მცირე ჯგუფებიც კი შექმნა. ჩილემ დახმარების პირობა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, მათ შორის გაეროსგან მიიღო. მხარდაჭერის პირობა დაზარალებულმა ქვეყანამ ამერიკის გარდა სხვებისგანაც, მათ შორის ევროკავშირისგან, ჩინეთისა და იაპონიისგანაც მიიღო. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.